ელენე. აი ეს ბინა რო ნახო. უი ხო, კარგია ეს, მაგრამ შორს არის არა? ხო, ცოტა შორი კია, ხო. მომისმინე ხა შენ ცალკე გადასვლა რო გადაწყვეტე და ბინის ყიდვას აპირებ. ანუ ფულის თხოვნა ბაბუასთვის მოგიწევს, ხო? არა, მარიკა. აბა მშობლებისთვის მოგიწევს? არა, ფეხით სიარული მომიწევს. მანქანას ვყიდი და ბინას ვიყიდი იმ ფულით. მართლა? ვაიმე. რა მაგარი მანქანა ყავს ელენე რა. ხო ცუდად აყენია ეზოში, მაგრამ კაცი შვილი ხმას არის. ხათა შორის ელენე გაყიდვას აპირებს მაგ მანქანას. რა? მართლა? რა მაგარია და. ხო, ახლა პრინციპში შენ მაგდეს ვერ დამიკლებ, ხო? და რატო ყიდი? ბინა მინდა ვიყიდო. რამდენი? ყველა დათო. ესე იგი ტოსტერის გამო ყიდულობ ბინას. ტოსტერის გამო რატო? რა ვიცი, გენასწორება ყველაფერი აქ იმ მანქანას ტოსტერის გარდა. დილამშვიდობის ხალხო, მოგესალმებით ყველას. მარიკა, აბა, რასთან დაკავშირებით მოვაწყე აქ სანათესაოს კრება, შენი სანათესაოსი. ელენე აპირებს ბინის ყიდვას. და აი ვეძებთ. ხო, თან თქვენთან ახლოს მინდა რომ გადმოვიდე. ჩვენთან ახლოს გინდა? ჩვენი კარიდან იმ ბინის კარამდე არის 1.56 მეტრი და ყიდის იმ ბინას ნუგზარა. კი, გუშინით. რა თქმა მითხარი მარიკა. მეც არ ვიცოდი, ეხლა გავიგე, მართლა ყიდ. ირაკლი, ხო დაურეკა? დაურეკა ვარას ვიზავ. რა უნდა ნუგზარასთან დარეკვას. ბაბუა შენი იყიდულობს, ხო მაგ ბინას შენთვის? არა, მანქანას ვყიდი და მაგ ფულით ვიყიდი ბინას. ხარ რა მანქანას ყიდის ირაკლი? ასეთი მანქანა რომ ყოველ დღე ვივლიდი თბილისიდან ბაქოში. მაგიტომაც არ ყავს დათო. ხათ შევს ეგ მანქანა ბაბუაჩა მამაჩუკა თავის დაბადების დღეზე. რა? ბაბუაში მამაჩუკა თავის დაბადების დღეზე შემახანა? ხო, ბოლოს იუბილე რა გადაიხადა, ყველა სტუმარს ძვირფასი საჩუქრები დაურიგა. აი რო არ წავედით. რა? რა ვიცოდი მარიკა, ორი ღამე არ მეძინდა რა ვაჩუქო იმ კაცს ხო თავი არ მომეჭრას, ესეთი საჩუქრები იქნება იქ თქო და რა ვიცოდი მე იქ თუ აი სუქნიდა საჩუქრები ეს ნუგზარა კიდე არ იღებს რა გამაგიჟავ თუ რა შევება ერთხელ დამჭირდა ეს კაცი და არა ორჯერ. ირაკლი გამარჯობა. აბა, ელენე რაბინას ყიდულობსო? მოიცა რა ირაკლი, რა გამარჯობა მარიკა. გამარჯობა. აბა, ელენე რაბინას ყიდულობსო? უი, ელენე შენც აქ ხარ, ვაიმე მაპატია უცებ ვერ დაგინახე. მეც არ ვფიქრობ მთელი დღე ჩემი კოტიკო ასე რატო წრიალებს. ნეტა რა დაემართა თქო. ო, იგრძნო ეს რო აქ არის. გამარჯობა და დამში, აბა მან დამში მოდი, დამში ადექი. აბა, მადლობა. მოკლედ ესე იგი კოტიკოზე გამახსენდა ეხლა ჩემი კოტიკო ხო დასვეს მესამე კურსზე ხო და სწავლობს ის მაინტერესებს ვისთვის სწავლობს ხო და ესე იგი მოკლედ ეხლა რაზე ამოვედი აქ ხო დღეს სკოლაში ჩემ შვილებს აქვთ სპექტაკლი ობი და მშვიდობა ხო მშვიდობა მოგცეთ ელენე ღმერთმა შენ და კოტიკოს ხო და ესე იგი ელენე მე ხლა შენ გეპატიჟები ჩემი შვილების სპექტაკლს ერთი კარგი მოსაწევი მაქვს შენთვის პირველი რიგი მეხუთი ადგილი ცენტრში ხო და ეხლა მომისმინე რომ წამოხვალ შენ მარიკა ირაკლი და დათო წამოიყვანე ვაიმე ელენე ხო წაგვიყვან ო აბა ეხლა ისედაც არაფერს არ ჭამ ირაკლი და სულიერი საზრდო მაინც მიიღე მაგრამ არ ვიცი რამდენად მოვახერხებ მაგრამ თუ შევძელი წამოსვლა
იქნებ ისე მოხერხდეს, რომ მე და კოტიკო ერთად დავჯდეთ. მე არც ის შემთხვევით თუ გვერდით შენ კოტიკოს და გავაგრძელოთ რეპეტიცია. სადარი კაცო? მე მაქვს კითხულობდი. მაშაბიძია. ეს ომი და მშვიდობა მაქვს წაკითხული მინიმუმ 5-ჯერ, მაგრამ ეს წითელ ქუდა და ეს კომბლე აი არ მახსოვს რა. ეს შემოკოციკ, რომ იქ მეორე ხარისხოვნები. ხო, ეხლა იზოლდა მასწავლებელმა წამოწია წირა პლანზე. ხო. აბა ეხლა დავიწყოთ, გავაგრძელოთ რა კაცო, გავაგრძელოთ. მამა, როგორ გავაგზავნო? წითელ ქუდა რომ არ ყავს. არა ყავს. საიდან მოგიყვანოთ ეგ შენი წითელ ქუდა? შეში კუდიან დედაბერს მიხედი. რასეჩი მშვენიერი გოგოა. ერთი წუთით რა. გავაგრძელოთ მეთქი რო გეუბნებით. ეხლა იცი რომელი მონაკვეთიდან ავიღოთ? აი წითელ ქუდა რო შარაგზაზე გამოდის. აი იქიდან. ხო. კოტიკო, შენ მაინც იყავი რა წითელ ქუდა? არა მოვკითხულობ. ას უკითხულობ და კითხულობს. არაერთ ვილაპარაკებ უფრო კაცო შენ. უყურებდი ამას. მაშინ შენ იყავ. არა მამა არ გამოვეხლა. ნაცარქექიაც მე ვიყო, წითელ ქუდაც მე ვიყო. აბა რა ვარიანტია? კარგად. გავრიგოდეიდა როგორ ახაც ჩემი ბიჭები როგორ ახაც დედა რა შევიდა აი სკოლაში სპექტაკლი მაქვს და რეპეტიციობ და ხო არ დაგეხმარებით წითელ ქუდა არ ყავს აქ ვაიმე დეიდა გენაცვალოთ რაღაც დროს ჩემი წითელ ქუდობაა ეხლა აღარ მაგასაკში სად არის ქეთინო გამარჯობა კითხულობ შენ როგორ მომწონს სად არის ქეთინო კეთინო წასულია, გასულია და. მამიკომ თქვა ახალგაზრდობაში ძალიან კარგი წითელ ქუდა იყავითო. არა, ბავშვობაში მართლა ფანტასტიურად ვთამაშობდი წითელ ქუდას, ძალიან. გახსოვს სოფელშიც ვთამაშეთ ერთხელ, ხო? არა, მაგ დროს მე ტყეში ვიყავი, ბოსვეზე. არა ხარა. ხო. მოგვეხმარე რა. მოგვეხმარე და წაიკითხე, აი შემოდის წითელ ქუდა. იწეს, მიდი, აი შეხედე აგერები, მიდი. ხა თუ ბავშვებს მე ელოდება მგელიც, ხო? აბა, წავიდა. რა, ანუ საიდან წყო, ხო? ხო, მანდარი, ნახე? მე ბებიასთან სტუმრობა თითქმის ყოველდღე მიხდება. წითელი ქუდი מחურავს, მე მგონი ძალიან მიხდება. მოვიდა მგელი. სად მიდი ხარ წითელ ქუდა? ხდება ბებია. აბა კალათი მაჩვენე. ეს რა ნაზუქი? კომბლე შემოვიდა და მიაჭრა წითელ ქუდასთან, მიდი. თერმიცანი მგონი ვატყობ. კომბლებს თლი და ჭერში ვატყობ. შენ ამ ზღაპარში რა გიდა? მე მგონი გზა აგერია. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? გელი ხომ ყველგან გელი. დეიდა რა სისულელეებს გამეცადინებს და გასწავლით ეს იზოლდა მასწავლებელი. რა იყო რა? შეიძლება ელენია მოსული და დავპატიჟე ბავშვების სკოლაში. ხო კარგი გოგო. ლაშა რაკენი შენ ბავშვებს გადაამეორებინე ტექსტია? ბავშვებო ავდექით დროზე სკოლაში სწრაფად წავედით გველოდება იზოლდა მასწავლებელი გენერალური რეპეტიცია უნდა გავატარო ბავშვებსო ხელები დაიბანეთ პირი მოიბანეთ და გეოგრაფიის მასწავლებელთან გაიარა გენერალური რეპეტიცია ჩემდი აგაიგონ ბავშვები იქნება მე მაგათ თუ ეგრე გააგრძელენ მე იქნება ბავშვები ბიჭო ვიცოდი ბავშვებს არ გააგონ რა ვიცოდი შენ რას კითხულობ თავრია მოგეწონა ხო კარგი ტექსტია როგორი ლექსებია ნახე როგორი მაჯამები აბა ის კი რაღაც ის დურგალი რო ჯღაპნის რაღაცეებს კარგი ეხლა არ დაიწყო ქეთინო კარგი რა უნდა დავიწყო და აბა თავრეო დაშვები შე როგორ ახარ აბა რა ხდება რა ვიცი როგორ ვიქნები გამოაცხადეს ჩემთან თელი დღე დენი არ იქნება დამაკვირვე მე გამოაცხადეს წყალიც არ იქნება დამაკვირვე მაგრამ როგორ გამოაცხადეს დენი თუ არ იყო როგორ გავიგებ რაჩი ჩემთან დაგტოვებ კარგი გაკრახმალებული თეთრეული მაგ ჩაგაწვენ ჩაის მოგართმევ მურავით მართლა ხო დარჩით ამა რა პრობლემა გაგიშლით აივანზე იქნები მე მოგიტაცოს კარგი რა გითხარი შედა ამას ქეთინო რას უნდა მოსუნია კოდიკო სად მიდიხარ ირაკლი ბიძიას წიგს დაუბრუნებ. დიდი ხანია წამოღებული მაქვს უხერხულია, იქნება წაკითხვა უნდა კაცკაც. ხო
ხო უხერხული თამრი მე მგონი მივახციეთ ჩვენსას კოტიკოს გულში ჩაუვარდა ელენე ხო, თქვა? არა ის წიგნი ჩვენია აი, ელენე, ველაპარაკე იმას, რა ქვია, ბინის პატრონს, ნუგზარას, ბინის თაობაზე. ხო რა, ესეთი რაღაცა მითხრა, რომ მოკლედო, კიდევ ყავსო კლიენტიო, სხვა კლიენტიო, ძალიან უნდა იმასაც და დღეს მოვლენო და უნდა ნახონო. მე უთხარი, იმას რა თქმა უნდა ანახოთო. მე ხო ნახიბა უკვე თქო. მე რა ირაკლი? მე აზრზე არ არის იუმორის ეს ნუგზარა რა. ვიცოდი რომ არის ყვაზე, მაგრამ დავწუნდი კიდევ ერთხელ რა. მე უთხარი ჩვენი ფასი. მეთქი ამდენს მოგცემ თქო. იმან მითხრა ისინი 1000-ით მეც იხდიანო. მე უთხარი რომ ისინი თუ 1000-ით მეც იხდიან თქო, მაშინ თქო ჩვენ თქო 2000-ით მეც გადავიხდით თქო. ხო, რა პრობლემაა? შეგაიხარე რა. მომეცება, დიდი მადლობა. მოკლედ, ძალიან მიხარია რომ გადმოდიხარ რა. ჩვენ მეზობლად ხშირად შემოყვალ ხოლმე ჩვენთან. ხო, მე შემოვალ და კოტიკო და გოგი შემომყვებიან. კარგი ხო, მომეწონა. აი შენ გაქვს იუმორი. შენ გაქვს. ამ ნუგზარას არა აქვს ეს იუმორი. მე მგონი ახლა ერთ-ერთი ზემოთხსენებული მოვიდა. გოგი იქნება ეს. გოგი იქნება? მე გეუბნები რომ კოტიკო იქნება. გოგი იქნება. კოტიკო იქნება. გოგი იქნება. კოტიკო იქნება. გოგი. 1-0. კოტიკო. გამარჯობა დირექტორი. გამარჯობა გეც. წიგნი მოგიტანეთ. დიდი მადლობა. გამარჯობა დათო. გამარჯობა კოტიკო. ვა, ელენე. გამარჯობა. გამარჯობა კოტიკო. გიყო არც ვიყავა? კი, დალევ შენც. რატომაც არა? ამაში ხედები რა. გოგი იქნება. როგორ მივხვდი? აჰა, ერთი და ერთი. ვა, ელენე, როგორ ხარ? კარგად, გოგი, შენ როგორ ხარ? კარგად. დალევს უყავას. კი, რატომაც არა. მოდი აქ ცივიყავა. მოდი ცივიყავა. მომისმინე აქ შებლეყვერტიე. აქ რა გინდა, მინდა გიძახ. ეხა მოდიოდი და თქვენ სახლთან რომ გამოვიარე. მანქანაში დავინახე 5 ლიტრიანი დღვინო. გამოვაჩემო რომ თქვენთან გამომატარე. ხო და ვიფიქრე ხო რა უტანო მეთქი და მოვედი. სად არის მე? ხო და ხო რა უტანო მეთქი და მოვიტანო? აბა რა უნდა ხთა ბიჭო? მიდი ჩადი ამოიტანე ხა ნუ მიშინა რო. უფიქრია ბიჭო, უფიქრია. ხო, ვიფიქრე ამოიტანე. მიდი, ჩადი ამოიტანე. ხო, მოიცა ერთ წუთს დაწყვილე. ერთ წუთი. აი, მირეკავს, ნუ გზარა. ბინის ამბავზე. ეხლა დაველაპარაკები, შენ არ სადაწყვიდე, შენ მე მოგივლი მე შეძლოკო შენ. კი, ელენე. მინას ეძებ? ხო, იგვა მინდა. მე მყავს ბევრი ახლობელი მაკლერები და ასე რამეს გავარკვევ და ეგრევე მოგწერ. კარგი გოგი, დიდი მადლობა. ხო, ოღონდ მაშინ შენი ნომერი უნდა ჩამაწერინო. მომეცდები. ელენე. ესე იგი, ბინას ყიდულობ. ხო, მანქანას ვყიდი და იმ ფულით ბინა მინდა რომ ვიყიდო. მინდა კარგ ფაში გაგაყიდინო მანქანა. თუ რამე გაგიგებ. კარგი კოტიკო, მომეცი მე შენ შეგიწერ ტელეფონს. ალო? დიახ? დიახ, ვყიდი. კარგით, ჩამოვალ ახლავე. რატო კლიენტმა დამირეკა და ჩავალ ცოტა ხნით, ხო? უყურეთ ეხა ერთმანეთს, აბა. ვიღაცა კლიენტთან გავუშვით გოგო მარტო. რა მარტო. მიდი გაყევით ეხა. აბა. თუ მინდა გაყევი ხარ. ვიღამათი შენ თუ მინდა გაყევი. აბა, მოდი. აბა, ორივეს ტელეფონი და
რა შეიძლება ეხა ჩვენ გავაკეთოთ, როგორ ვიმაიმუნოთ? ხოდა მოგდეთ 2 საათში მივდივარ ეთიოპიაში. მიდი მე არ დაგაგვიანდეს. თამარი, ვიცი, ჯერ თამარი კი არ მithქვამს. იქ ეთიოპიაში ძველ ადის-აბებაში თამარ არის ერთი ხე. ხოდა ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს. მეკეთებად მათ დიაგებ რას ვამბობ? ხოდა თამარ ეს ხე არის სურვილების ასრულების ხე. ნატრუს ხე ყოფილა. არა, სურვილების. ესე იგი რა უნდა ქნა? უნდა დაწერო სურვილი და მე უნდა მიამაგრო ამ ხეზე და აუცილებლად აგისრულდება. და ელიოს. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენ? ვაიმე, საერთოდ არ გინდათ თქვენ, ხო რა ფიქრით თავი შეისწოხა? რა უნდა გავაკეთოთ? უნდა დაწეროთ სურვილები, გამატანოთ მივამაგრებ. წადი შენ და მოგწერთ. არა, თამარ იცი რა არის? შენი ხელით უნდა იყოს დაწერილი შენი სურვილი, ხო ეგ თავარია. რაიმე და შენ მომისმინე, ჩხეიძეებთან არიყავი, რა დაგაბარეს რაო, აბა რაო. ირაკლი მითხრა, არ გვინდა დიდი მადლობა, ჩვენ ყავს უკვე ეგეთი ხეო, მარიკას გვარი სიამაყე. დათუნეს ხე არ მინდაო, მეო მინდაო, რომ რუსთაველზე ძალიან მაგარი მანქანაც ვიარო და არ შევიყო გაღიმებული და გადაჭერა ფურცელზე დაწერა რაღაც, მაგრამ რა ეწერა აღარ მახსოვს. მოკეთ არ ვიცი ახლა მე აჰა თქვენ ფურცლები არა დაწერეთ ახლა და რა თქმა უნდა გავამზადე. აბა ეხლა რაღაცა დავწეროთ, ეხლა თორე ხო იცი ეს არ მოგვეშვება და აი რა გჭირ მე მინდა რომ კარგად ჩამოვყალიბდე ისე დავწერო ესე იგი. დასწერ ქეთინო. რა არ არის დრო? რა, კარგი, ხა მე დავგე მაგისროა. რას ქვია, შეგამაგიჟეთ, ამრი ისეთ ჭკუაზე ვარ, ხო უკვე ადამიანი ქალს აღარ გავარ ეთიოპიაში ხეს ვახვეწები შენზე. ხო, რა. ხოწები მე არის ჯერ რა კარგია. ეს სოლე კალმისტარი შემიგავიდა. აი ძალიან მომენატრება იქ თქვენი ციკვილი. აბა ეხლა შევამოწმოთ როგორ ვიმაიმუნეთ. ესე იგი ეხლა გოგი ურიყავს კოტიკოს. ვაი მე ელენე მირიყავს. ელენე. კარგია. ეხლა ნახოთ, აბა კოტიკომ დაურეკოს გოგის. ვაიმე, ელენე მიდეკავს. ელენე. კარგია. დაგიდე მანქანა. ვერა დათო, თურმე მარტო ნახვა უნდა და მანქანის. ისი სადადია? ისინი ქვემო დარჩნენ. კოტიკომ ტყუილა რატო ჩამოიყვანა ის გოგო თუ ყიდვას არაპირებდი ძმაო. მე როგორი წარმოდიო გვერდზე გავიდეთო იქით ვილაპარაკოთ ძმაო და იმანაც კარგით ძმებო. რა დავხედავ ერთ რაში? მიდი გენდათ. რა ოლეგ პოპოვივით გამოვწყობილ ვარ? ყველა მაგას მეუბნება მთელი დღე. ხო. სანდრა როგორ ხარ? დალოც ვიყავას. შვილი. დავლებ მადლობა ელენე. მოდი ერთად. ხოდა. რატო გამოწყობილ ხარო რა? რას თამბობ? სერიოზულ შეხვედრაზე მივდივარ. როგორ? მომისმინე ეხლა ამ შეხვედრამ თუ კარგად ჩაიარა, არჩევნები თუ არ გაყალბდა, ანანომ ეთიოპიაში იმ ხესთან სურვილი თუ მიიტანა, იცი როგორი მანქანით მივალ სერიოზულ შეხვედრებზე? აი თქვენთან სადარბაზოსთან რო აყენია ისე. ესე რომ ცუდე სანდრო ამას ამდენი წვალება არ ჭირდება. ამას უნდა ზუსტად სამი სიტყვა. ელენე მანქანა მათო. ხება დათო? აი სანდრო შეხვედრაზე მიდის და შენი მანქანით თუ წავიყვანოთ, ხო შე? კი, წაიყვანე რა პრობლემაა. ოღონდ დიდხანს არ გაჩერდეთ, ხო? იმიტომ რომ შეიძლება კლიენტი მოვიდეს და წავიდეთ. წავედით? ხო, წავიდეთ, აბა. ვაგვიარდო. მადლობა.
ის ძმები სად არის? კარგია. ის უკვე მთავარია? ო. რა იყო? ეს ტელეფონები დაგჭართ და. ჩაუტან. რა იყო რამ გაგაგიჟა დღეს? ვა, ხალბატონო, თქვენ კიდე ფეხმძიმეთ ხართ? ეხლა ხას არის იქ? ხო, მივაყოლე ბარემ. რაკენ, სახელი შეურჩიეთ? ჯერ ვერა. ისი დაკენ ხალბატონო. თუ ვერ შეურჩიეთ და ვერ მოიფიქრეთ, რო დაიბადება, 1-2 თვე დაუძახეთ დედა გენაცვალეს რა. რო დაიბადება მოვიფიქრებ რამეს. აი, ხალბატონო, რო დაიბადება და ამ ბავშვის დაბადების აღსანიშნავად ხო იქნება დიდი სუფრა. ხო და მაგ სუფრაზე ერთი უცნობი კაცი იჯდება და არ გააგდოთ ძალიან გთხოვთ. ვინ უცხო კაცი? ისე უნდა დავთვრე ხალბატონო, შევა ვერ მიცნოთ და არ გამოგდეთ. არა არ მჯერა. არა გამორიცხული. არა არ მჯერა მეთქი არა. გოგი რა ხდება? თვალებს არ უჯერებ გამორიცხული. ელენე მომწერა. რა ორას წერს? ო, აი საიდუმლოა. არა არ ყოფილა საიდუმლო. რა შვები? რა მიწერო? ბინის ამბავზე ვარ გადართული. რა ბინის ამბავზე გოგი? ბინას ყიდულობს ხალბატონო და ვეხმარები რა. მე მანქანის ამბავს ვარკვევ. რაო? ოწონო არა. გოგი, დღეს ხო იცი შენ მორიგე ხარ? გოგი. გოგი, რა ჩაძორი მაგ ტელეფონში? ხალბატონო, ეს ჩვეულებრივი მობილური ტელეფონი კი არ არის. აქ ელენეს SMS-ები მოდის. მახსოვს, მორიგე ვარ და ვიქნები კიდეც. არა, ვერ ვიქნები. ხო არ შევხვდეთო. ძალიან მითხოთ რა ხალბატონო, გეხვეწებით რა. გემუდარებით, იქნებ თქვენი მორიგე. კარგი, წადი გოგი, მე დავრჩები. დღეს მაინც ის ჩერჩეტი უნდა მოვიდეს და გავიქცები. უბრალოდ გავფრინდები და თუ ვინმე მიკითხოს, მეცხრეცაზე ვიქნები რა. აი, წავედი. ვაიმე გოგი. რა არის? ვაიმე. მიდი იმ ჩერჩეტს დაურეკე. გონი დაიწყო. რატომ აღარ მწერს ელენე რა? როცა ბოლოს რა მომწერა? საღამოს ბარში შეგხვდები. საღამოს ბარში შეგხვდები. რა საკეთებოდიო? დათო არ დაიჯერებ და ელენეს ვემესიჯები. აი გასო, მართლა. ელენეს მესიჯები? მოიცა შენს წერ თუ შენ მარტო კითხულობ? გადავწყვიტეთ რომ ბარში შევხვდეთ ერთმანეთს. ძალიან კარგი. ისე დიდი ხანი არ მოუწერია და ვიფიქრე ხომ არ დაურეკო მეთქი. არავითარ შემთხვევაში. რატომ დაურეკო? ამ ეტაპზე მხოლოდ SMS-ებით შემოიფარგლე. დიახ, დამიჯერე მე გამოსტილი კაცი ვარ, ხო? ხო, დაიხურე დამოწმდები მშობლებში. ხო, რაიმე დათო აქ ხარ? რაშობა? ემზადება სპექტაკლისთვის? ვერ მოდის. რაიმე რატო? რაღაც სერიოზული შეხვედრა დაუნიშნეს და თამი მოკლედ როგორც მითხარი ამას მე რო შევალთ ესე ხო სპექტაკლზე ხო ვაიმე რაკინი შემოსაყვარელო კოტიკო მორჩი ხო მეცადინეობას დეიდა ჩვენ მივდივართ უკვე სპექტაკლზე აბა დროზე ხო კიდევ ბევრი დამრჩა რა იყო შენ კიდე კოტიკო რითვერ მორჩი ეს მეცადინეობა ესნო კარგი გაანებე თავი არ მოდის ის გოგო სპექტაკლზე ის გოგო არ მოდის სპექტაკლზე დათო მართლა არ მოდის სპექტაკლზე ხო შეხვედრა დაუნიშნეს და ვაიმე რაღა წავიდეთ მაშინ წავიდეთ ხო წავიდეთ ხო ჩემი თეთრი პერანგი რომ გააუთოვოთ რა კიდე უნდა ვიმეცადინოვა არა ეს ისე ჩემთვის
ვაიმე, რა გავაკეთო ეხლა აი ეს ერთი მოსაწვევი ვის მივცე რა დათო, არ გინდა შენ? დათოა, რა გავაკეთო? სულიერი საზრდო, წამოდი სპექტაკლი. როგორ არ მინდა, ოღონდ ეს შეხვდეს და გამომართვე. რა შეხვდეს ასე, ოღონდ ამანი მეცადე. გამომართვე, მიდი. წამოდი, რა და კიდევ ბევრი დარჩა? არა დათო, მალე დაიწყება. ნაშა. ეს არის ის გეოგრაფიის მასწავლებელი რო არ ეთყობა? გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო მშობლებო, პატივცემულო, სტუმრებო. ყველა ეს სიტყვა, რასაც ახლა ვამბობ, გულიდან ამოდის. საღამო მშვიდობისა. დაუკვირდით? საღამო მშვიდობისა. თქვენ ალბათ გაიფიქრეთ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმაო. დიახ, მშვიდობა. სწორედ მშვიდობაა დღევანდელი ჩვენი სპექტაკლის დედააზრი. კი არ გაჩუნდება ეხლა ეს. თამარ. სანამ სცენას დავუთმობდე ჩვენს პატარა მსახიობებს, ძვირფასო მშობლებო, თქვენთვის სურპრიზი გვაქვს. ყველა ის კოსტიუმი, რომელიც ბავშვებს სპექტაკლისთვის შევუკერეთ, მათ დარჩებათ. 60 ლარი რომ შევაგროვეთ, ის ვის დარჩება? ახლა სცენაზე ვუყოთ ბავშვებს. ხო. დღეს მთხრობელი ვარ, ისე კი მკვეხარა ვარ და ბრექია. გამოიცანით, ვინა ვარ? მე მქვია ნაცარქექია. მე დღეს თქვენ ამბავს მოგითხრობთ, უნამდვილეს და უცხადეს. გლებსა და დევებს ამ ტყეში ომი რომ გამოუცხადეს. მე ბებიასთან სტუმრობა თითქმის ყოველდღე მიხდება. წითელი ქუდი მახურავს, მე მგონი ძალიან მიხდება. სად მიდიხარ წითელ ქუდა? მელოდება ბებია. აბა კალათა მაჩვენე. ეს რა ნაზუქებია? ვერ მიცანი მგონი ვატყობ. კობლებს თვლი და ჭერში ვაწყობ. შენ ამ ზღაპარში რა გინდა? მე მგონი გზა აგერია. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? გელი ხომ ყველგან გელია. გემუდარები, მიშველე, რომ არ შეჭამოს ბებია. გელო, ბატონო. ნამი, დღეს გამომიცხადებია. დათო. ბატონო. რამდენი ხანია კარგი სპექტაკლი არ გინახავსა? და კიდე რამდენი ხანი ვერ ნახავ.
მაპატიე წითელქუდა, მაპატიე კომბლე ბიჭო, უკვე მივხვდი რომ შვიდობა ომით აღარ გავაფუჭო. ყოჩა, კომბლე მამაცი ხარ, არ შეშინდი 100-თან, რადგან უკვე მშვიდობა, მე წავედი ბებიასთან. ბრავო! დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძვირფასო მშობლებო, თქვენ მონაწილეებო, ძვირფასო მშობლებო. გაგიკვირდებათ და ეს შესანიშნავი ხის დეკორაციაც და ის მშვენიერი ლექსებიც, რომლებიც პატარებმა წაიკითხეს, ერთი და იგივე ადამიანს ეკუთვნის. დიახ, მინდა წარმოგიდგინოთ უნიჭიერესი ადამიანი, ხის და სიტყვის ოსტატი, შმაგი შავგული. მე ანანოს ისე ჩაუზერე სურვილებში. კი არ მეგონა თუ ასრულდება. აი, დედა. გამარჯობა თამარ. უკაცრავად. დიდი მადლობა რომ მობრძანდით, დიდი მადლობა ქალბატონო ზოლდა. დიდხანს თავს არ შეგაწყენთ. მინდა ჩემი გავკადნიერდები და ვიტყვი პიესის ერთ დეტალზე გავამახვილო ყურადღება. თქვენ დააკვირდით კომბლემ ყველაფერი გააკეთა წითელქუდასთვის. მაგრამ წითელქუდა მაინც არ დარჩა კომბლესთან. არა, მეტი რაღა გავაკეთო თამარ. როგორც ხილა და დედა რამ ჩამაცვა ეს ქუსლებით, ვაიმე ფეხსაცმელი, ვაიმე როდის იყო ესე იგი მე საფუძველი. ისე გედება კარგი სპექტაკლი იყო, არა? კი, კარგი იყო, კი. ჩემი შვილები რომ მონაწილეობდნენ, მომეწონა, თორე ისე კარგი იყო არა ის. კარგი ლექსები ქონია, ა? ხო, ვაიმე მე რო არ მეჯიჯღინა, ამდენი და მე რო არ მეწუწუნა, ნახოთ ერთი რაღაცებს რომ ჯღაბნიდა. შეძლებია ხო თურმე ბიჭ კარგი რაღაცების დაწერა, ლექსები და მაჯამები. ხო. კეთრან, ეს რა არის? ხო, ისა ლაშიკო ეთყობა კოტიკომ გაიუთავა თეთრი პერაგი, აბა ისე ხო არ წავიდოდა. ხო, გაიუთავა, აბა ისე ხო არ წავიდოდა. კოტიკო, ვაიმე ეს რა უქნია, ვაიმე სულ გამოაშტერა იმ გოგომ, ვაიმე ეს როგორ მოუვიდა. დარწმუნებული ხარ შენ ელენეს შესახვედრად წავიდა? კოტიკომ დამირეკა, ქეთევან არ ინერვიულო, ელენეს უნდა შევხვდეო და ვაიმე უკვე ისევ ნერვიულობ, აი ხლა, უკვე ისევ ნერვიულობ არ ვიცი რა. ოჩა. მე რა მაინტერესებს? თამარი სად გაქრა ეს სპექტაკლის მეროზე რომ გაქრა ეს? თამარი იქ იყო, იქ ბავშვებს ხო ვულოცავდით, პრემიერა მივულოცეთ ხო და მე ესე მოვიხედე სადღაც გაქრა. მე დამირეკა მალე მოვალო. რა ვიცი? დაგირეკა მალე მოვალო? კი, მალე მოვა. მალე მოვა, მალე, მაგრამ ხა რა ვიცი ხა მალე რანაირად მოვაკეთე. აი რანაირად მოვა მალე ხა. მაგარი შორი გზიდა უნდა მოუაროს ხა, იმიტომ რომ ხა ბარათაშვილის ხიძე ეგარ გადავა, იმიტომ რომ ნიკა არ გამაგონა. აი ნიკი დაცვალე შენ. ვახუშტის ხიძე ეგარ გადავა, იმიტომ რომ ვახუ არ გამაგონა. რამყოლოდეს მოულის და მომამერე ჩვენთან, ნუ თუსად მე ხლა ეს შმაგის ჩიხიც არ გახსოვს. ჩემი სიცოცხლე ხარ შენ. ვაიმე ეს რამ ჩამაცვა რა. მოგეწონა ქეთევან ეს ვარიანტი ეს ხო და არ მომეწონა ჩემი მეორე ვარიანტიც მაქვს. აბა რა ვარიანტი გაქვს? შეიძლება თამარმა ხო მოირგო წითელქუდას ფორმა. ხო და ნიშნული კიდე ისედაც არის ეს ხის თლები თუ ხის მჭრელი და იცხოვრებენ ესე დიდხანს და ბედნიერად. ხო ჭირიქა ხინიაკა. ხო, აბა და ხატოიკა. სანდროაკა. ოჰო. ვაშა. სანდრო? სანდრო? ოჰო, რა ბიჭი. ბავშვებს სად არის?
ბავშვები არიან ეზოში თამაშობენ, ზაფხულია, ცხელა, რა ვიცი, ხო დაჭიროება და დამალობა და თან უკვე სკოლა დაამთავრეს, დღეს სპექტაკლი ითამაშეს არაჩვეულებრივი დამდეგები აქვს და კოტიკოს არ არის. თამარიც არ არის სახში მარტო თქვენ ხართ? მარტო ვართ, მარტო რა იყო სანდრო? თქვენ ცოღლოტებ. ისე პრინციპში, ხო, რა ვიცი. და შენ გამოწყობილ ხარ ორი პოპოი. იგი სერიოზული შეხვედრა მქონდა ლაშა, აბა. თუ მე უმრავლესობით მოვედი პარლამენტში და არჩევნები არ გაყავდა ამ ქვეყანაში, შენ დაგნიშნავ სტომატოლოგების ფრაქციის თავმჯდომარე. სტომატოლოგების ფრაქციის თავმჯდომარე? აი, ესე ჯერ ნუ გაგიხარდება, ჯერ არჩევნები არ უნდა გაყავდეს და მე უმრავლესობით უნდა მოვიდე. ვაი, მე აღარ ვიცი, რა დავალევინო ამბის. შენ თეთევა, შენ დაგნიშნავ საქართველოს საცხობების კოორდინატორად. საცხობების დედოფალი უნდა გაგხადო შენ. სად ესეთ შეხვედრაზე გაწ სად იყავი ამის თან შეხვედრაზე? ხო, არა, აი, ეხლა დაინტერესა ბიჭს. აბა ეხლა რა ვქნა თქვენ არ გცალიათ გენაცვალე თქვენ ცოღლოთებად. ტელევიზორს თქვენ არ უყურებთ და საინფორმაციოს. მიდი მასკენი აუწიე ტელევიზორს ეხლა იქნება დაიწყება. მიდი. ხო, მიდი, მარტო ცოღლოთებ და ცოღლოთებ. ხო, გაჩერდი. თქვენი. აბა რა ხდება? დღეს NDI საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლუის ნავარო შეხვდა ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტიის მახარაძე დემოკრატების ლიდერს სანდრო მახარაძეს. სანდრო მახარაძემ უცხოელ დიპლომატს გააცნო ახალი პოლიტიკური ძალის მიზნები და ხედვები. თავის მხრივ ნავარო დაპირდა პარტიის ლიდერს, რომ NDI-ის საქმიანობა ახალი პოლიტიკური ძალის მიმართულებით იქნება გამჭვირვალე და ობიექტური. შეხვედრის შემდეგ პარტიის ლიდერმა კომენტარი გააკეთა. მადლობა. შეხვედრა ორმხრივად საინტერესო გამოდგა, როგორც ჩემთვის, ასევე ბატონი ნავაროსთვის. შეხვედრის ბოლოს საუბარი ჰქონდა მითხრა, რომ შენ ვინ ყოფილხარო და მეც დაახლოებით იგივე უთხარი. ესეთი უშუალო საუბარი ჰქონდა, მაგალითისთვის მე ვკითხე თუ სადაური ნავარო ხარ თქო და არ იცოდა. სამაგერო დაგვპირდა, რომ არჩევნებში ხელს წაგვიკრავს. და თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, მე ვფიქრობ, პარტია მახარაძე დემოკრატების პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას წინ ვერაფერი დაუდგება. ასე რომ მენდეთ, სადაც ვიწროა იქ გაწყდა. ვაი, სანდრო. ბიჭო. ოჯახში. ხოჭა. ვა, სანდრო, ოჯახში, ისე ოჯახ. მაგრამ მე რა მაინტერესებს, იცი? აი ამ უცხოელებს ეს თქვენი დევიზი, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს, როგორ გადაუთხართ? ეგ პრობლემა იყო. ვერ გადაუთარგმნით, მაგრამ სერგომ თოკი წამოიღო და ვაჩვენით. სადაც ვიწრო იყო, გაწყდა. დიახ, ხო, ბატონო გზა, ასე რომ ჩვენ დღესვე მოგცემთ ფულს, ხო და თქვენ თუ იმ მეორე თქვენ კლიენტს, ვისაც უნდა ის ბინა, ხო, უარს ეტყვით, ჩათვალეთ, რომ თქვენი ბინა ვიყიდეთ უკვე რა. რა ბრძანეთ? არა, ვიხუმრე ბატონო გზა. რა? კარგი ხო არ ჩათვალოთ? არ ჩათვალოთ მაშინ. კი ბატონო. დღესვე. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად, ხო ვამბობ რა, ამ კაც არა აქვს იუმორის ზნობა, ხო, დამაწყვიტა ნერვები. ბოდ. ვაი რა. ხო, როგორ ხარ? კარგად ხარ? კარგად ვარ, რა შვი. აი ეს ველაპარაკე ხა იმას, რა ქვია, ნუგზარას. ნუგზარას რა, იმის ბინის პატრონს. ხო და დღესვე თუ მივცემთ ფულს, იმ მეორე კლიენტს უარს ვეთქვიო და ელენა იყიდის ამ ბინას რა. დღეს როგორ მისცემთ? რა პრობლემაა? ეს ელენა ელაპარაკა თურმე ვიღაც კლიენტს, რომელსაც უნდა მაგის მანქანის ყიდვა, ხო და იმ კლიენტმა უთხრა რომ ნახავ მანქანასო, თუ იმ მანქანას არაფერი პრობლემა არა, ხო? დღესვე ვიყიდი იმ მანქანას, დღესვე მოგცემთ ფულსო და აიღებს იმ ფულს, მიცემს მე იმ ნუგზარას და იყიდის ბინას. შენ რა გჭირს კაცო? დღეს კიდევ ერთი საოცარი თვისება აღმოუჩინე ელენეს მანქანას. ვაი, ამ მაგარი მანქანა, რა თვისება? რა თვისება და აი
ბორდ კომპიუტერზე იმ წუთას ვეჩანს თუ რამეს დაარტყი. ვაიმე, გეხვეწები წესიერად ამიხსენი რა. წესიერად აგიხსნა? ხო. მოკლედ? მივდივარ რუსთაველზე. ბედნიერი. ფიქრობ. ანუ ჩემი სურვილი ეთიოპიის ხესთან ხომ არ მიიტანა და ხომ არ ამიხსნა. ავტო შემწინ მიდის მარშრუტკა. უცებ. საიდანღაც გადმოხტი მე და დავარტყი. ვის და რითი ეს რა ფერი რა ბიჭო ელენეს გონია რომ იმანქანას დღეს გაყიდის აიღებს ფულს მიცემს ნუგზარას და შემოვა ბინაში და იცხოვრებს ჩვენ მეზო ძალიან არის არა ხა ერთი შეხვედით არაფერი არ ეთქო შეგარი არა ხო ანუ ეხა ჯერ მანქანას უკვე ესა მაგარი მანქანაა მე ეთყობა ძალიან რომანი დარტყა მოვედი რითო შეიძლება გამარჯობათ მეზობლებო რა მეზობლებო დავიღუპ ნამდვილად დაიღუპე და თუ მაგრამ ერთ შეკითხვა მაქვს შენთან შენი ავტოპორტრეტი ქვაზე დახატული გაქვს უკვე რატომ მანქანა არ ეყენა ეზოში და არ ეყენა ეზოში რა უნდა მანქანას გარეთ დავაყენე ხო გარეთ დავაყენე ეს ექსკურსიაზე იყვნენ რაიონიდან ჩამოსული ბავშვები და ფოტოებს ვიღებთ ხო დამირეკავს ახლა ის ვაჟაც და მოვა და ნახავს მანქანას და ფულს მოგცემთო დღესვეო ირაკლი ჩვენ ხო დღეს მივცემთ იმ ბინის ფულს წესით ელენე რა თქმა უნდა ბინის ფულს დღესვე ხო რა ვიცი თუ განგებამ რაღაც ეს ხა პრინციპში რა გინდა ეს ბინა დადის შვეიცარიაში და იცხოვრდი რა გინდა აბა ბიჭო აბა კარგი დათო რა დაგემართათ ახლა თქვენ ვერ ხვდებით რომ ადამიანს უნდა ჩვენს გვერდით ცხოვრება აბა ბიჭო კარგი რა მარიკა რა შენ ჩემი ნათესავი ხარ თუ ვაიმე დათო შენი ტელეფონი დამივარდა ბოდიში რა მე მგონი გადარჩა ჩემი არ არის პრობლემა გატეხი თუ უი ვაჟა მანქანაზე რეკავს არ უპასო დაიფასე ხარ მანდი უცემი ხარ გოგო ხარ ბოლო რა შეხო იდი ის ყიდულობს აი ეს შეხო თვითონ უპასო ხოს კარგი დათო რა დაგემართა დიახ მოხვედით უკვე მოვიდა კარგით ჩამოვალთ ეხლავე კარგით მარიკა ჩამოყვები ხო კი წამოდი არ ჩამოხვათ თქვენ რასთვის აბა წამოდი ნახოთ ერთი რა არის აბა ეს რა ქნა ერთი ამალ ხო ბატონო ნუგზარ ხო რა სიზავთ ხო მიეცით მეორე კლიენტს ახლა იმასაც თუ დაკარგავთ რა ვხნათ აბა შემოგადოთ ეს კარგი ბატონო ნუგზარ კარგი გაგზავნებთ კარგი დათო ეგრეც ნუ ნერვიულობ ხო კაცო ეს მანქანა დარტყმული კი არის მაგრამ იმანს ნაკლებ ფასად თუ იყიდა ეგეთ გეყოს ბინაში არ გეყოფა ის ფული ხო მაგრამ არაო იდიოტი მოეცადა რა ერთი კვირა მოეცადა გააკეთებდა ელენა იმ მანქანას და მერე ეყიდა კაცო რა პრობლემა იყო ვერ გავიგე რა ხო მაგრამ შაბათამდე მინდაო შვილს ვათხოვებ და სიძისთვის უნდა მეჩუქებინაო შვილს ვათხოვებ და სიძისთვის უნდა მეჩუქებინაო ასეთი მაგარი მანქანა უნდა აჩუქო სიძეს რამდენი წელი ის ხო დახვარ ყავს წყალს დავლევ რა მე მოგიტან რა პრობლემა ფილაცადი რამეს არ დაეჯახო არა რა დამაწყა და ნერვები რა მარიკა არ მაინტერესებს მე ვინ გადმოვა ამ სახში ჩვენ მეზობლად ვინც არ უნდა გადმოვიდეს იმ სახში ელენეს რო უნდა იყიდა არ დავინახო ეს შენი კეთილ მეზობლური განწყობები და დემოკრატია და ამბავი და არ დავინახო აქ შემოსვლები და ერთი თავი ხახვი და ერთი კბილინი ორი ერთი ლიტრა გოგის ღვინო კარგი რა ირაკლი ეს ადამიანი რა შუაშია ახლა აბა ბიჭო
გამარჯობათ. გამარჯობა. ირაკლი შეიძბინა? დიახ. ერთი წუთით ჩემი ბრალია. მე დავარტყი იმას. ჩემთვის მიდიოდი რუსთაველზე ესე ბედნიერი ფიქრობდი თუ მიიტანა მეთქი ისო და ამბობს ჩემი მანქანა მიდიოდა და სტარიყო და გადმოვხდი და დავარტყი მანქანა. რა ხდება? ის ვა, კახა როგორ ხარ? გამარჯობა. გაიცანით, ეს არის ბაბუაჩემის დაცვის უფროსი. ბაბუაჩემის დაცვის უფროსი. იმას უდრის ბრალი იყო, მე რა შუაში ვარ. ეს არის ირაკლი. რა ხდება, კახა? ეს საჩუქარი ბაბუასგან. რა საჩუქარი? გუშინ გაიგო რომ ბინის ყიდვას აპირებ და ბარემ ჩემ ბიძაშვილებთან უყიდი ახლოს. და ის ბინა იყიდა შენთვის. ბიჭო, ვის ვეჭიდავებოდი ბინის ყიდვაში? აბა ბიჭო. ვა, ეხა უკვე ამოვა ელენე რა. ვიცი რომ შემოვა როგორ დავხდე, ხომ გავირეპეტიციო. ვიცადე? აი ეს ხო ჯობია. გავარ. შემოვიდა. შემოდილენ დაჯექი და ეხლა. ან მოიცა. ხო ჯობია. ახსი ვარ. შემოვიდა. ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია რა ამ კლინიკაში. დაჯექილი და თუ მოიცა როგორ ჯობია. გოგი? ხუთი ვაქრა გინდა. მე ელენეს უნდა შევხვდე. მე ელენეს ველოდები? მოიცა? დაურეკავ ელენეს. მიდი აბა დაურეკე. ელენე მიიღავს. მე ელენეს ურეკავ. ხო ელენე. გისმენ ელენე. მოიცა, სადაც გეტყვი იქ მოხვალ? მოიცა. გულის ამოვარდნამდე დამელოდები? რა? კარგი რა ბაბუა რა, საიდან გაიგო ახლა? აბა. კარგი, შენ კიდე რა მნიშვნელობა აქვს, ფული ვინ გადაიხადა? მთავარია რომ ერთად ვიცხოვრეთ, მეზობლები ვიქნები. აბა რა, შემოხვალ ხოლმე ჩვენთან იტყვი, ერთი თავი ხახვი, თუ შეიძლება. ეს ხახვი შეჭა და ის მანქანაც ხახვი. ისე მადლობა დათო შენ. შენ რო არ დაგერტყა იმ მანქანისთვის, ახლა სხვა ეყოლებოდა. არა, ხო. ის მანქანა მე დავამტვრე და მე წავიყვან ხელოსანთან და გავაკეთე. არა, დათო მე გავაკეთებ. ო. მაშინ ისე მათხოვ. საწავიდა ეს გოგო, ვაიმე სად ვეძებო, აი მოვიდა და ეხლა ამას რას გუზა? ვაიმე ანანო, შენ აქ რა გინდა? შენ იქ არ უნდა იყო ჩამოდის ადისო თუ რაღაც? ადისაბება? გადაიგეთ რეისი, ქედევან ეხლა უნდა წავიდე. აქ რა გინდა მერე? ვაიმე ქეთევანი ცირადამე მართა. თქვენ ეს სურვილები ხო დამეწერეთ? დავკარგე სადღაც ქეთევან თავიდან დამეწერა მოუბრუნდი მაგინა. ვაიმე ანანო, ეხლა მაქვს ერთადერთი სურვილი და მე წამისულდეს ჩემი ერთადერთი და მოვიდეს სახლში. ქეთევან დაწერე მერე. ჯილით მე იქ უკვე ვიქნები და მივამაგრებ ეგრევე იმ ხეზე. ანანო, დამელოდე ერთი შენ. აუ, არ გძინავს ქეთინო. სადახარ გოგო? გოგო, სადახარ? მოდი. ამა საკრავდა. თამარიცი რა მოხდა? ამა საკრავდა. დამელოდე რა. ამა საკრავდა კი რა, შენ მიპასუხე სადახარ? ნერვიულობ შუაღამისას. მარტო სად დადიხარ რა? ქეთევა. შარა მოხდა იცი? ოი არა, შენ აქ მოიცა ერთი წუთი დამელოდე. ქეთევა. ჩვენი სადარბაზოდან ეხლა გავიდე შმაგი. ხო და. აუ რა. ესე იგი მე გელოდებით. ესე იგი მარტო